მოგესალმებით ყველას. ახლა მინდა გაჩვენო ეს ჩემი პედერა ვაშკაცები. ეს არის სუბთადუროკი, ეს კიდევ დიუროკის ჰიბრიდი, მაგრამ ესეც დუროკია, ის მარტო ევროპული დუროკია, ჰიბრიდი, მაგრამ მაგარი კაცები არიან ესენი. ეს ხაზი დამეკარგა მე, აღარ მყავდა ეს ხაზის. პედერა ყურები აქვს, პანტურა ყურებია ჩამოკიდებული. ეს კიდევ ამათ ყავთ ორივეს ერთი მამა დუროკია. უბრალოდ ამისი რა ჯუჯუნი, ამისი დედა არის კიდევ რამ სხვა ხაზის დუროკის თმიანი ტყის დუროკის და სხვა ხაზის, რა გინდა თქვენ სულელებო, რა გინდა თქვენ ქათამო ბავშვებო. დღეს რაზე მინდოდა? ზოგადად რა არის, იცი? ბევრს აინტერესებს ხოლმე რომ ანუ მოსეს ღორები აღარ ყავს, ეგ აინტერესებს. მაგრამ მოსეს ყავს, კიდევ ღორები სოფელში ყავს. ახალციხეში და და აქაც ყავს რა. ახლა ეს ჯიშები მოვიყვანე ჩემთვის. ის საიდანაც ჩემი სადედეები და დედაღორები გავყიდე. წავედი და იქიდან ისევ წამოვიყვანე ჩემი ხაზი, რომ ჩემთან იყოს რა. ეს მაგარი ხაზები არის და ამისი მამაც ძალიან მაგარია. და ზოგადად მოსეს სულ ყავს ღორები თავისთვის. უბრალოდ რაღაც ნაწილზე ფიქრობ ხოლმე ამ ბოლო დროს, რომ არ გავყიდო ხოლმე საჯიშეთ ღორები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვენგანი როგორ არის იცი, ეგრევე მოგებაზე არის ორიენტირებული და მას უკვე სხვა რაღაც აღარ აინტერესებს, რომ რა ანუ მიდგომებია ძალიან გასათვალისწინებელი, რომ ამათ უფრთხილდები, ასე ვთქვათ, ძალიან მაგრად უფრთხილდები ზოგადად ღორს და ესე რომ ავდგეთ და უცებ ნაგავი ვაჭამოთ და რაღაცა მივცეთ, ესი არ არის რა, ჩემი დამოკიდებულება ესი არ არის. უბრალოდ ღორი არის ჩემთვის და ზოგადად ცხოველი ჩემთვის არის ძვირფასი ადამიანის შემდეგ, რა თქმა უნდა. მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექცევა დღეს. დღეს უბრალოდ ცხოველი არის მხოლოდ მომგებიანი მასა ვიღაცისთვის და ესე არ მინდა რომ იყოს. ახლა ჩემს ბიჭებს რა ბიჭო, საჭმელს ახლა ჩაუყრე და ერთი რაღაცა მინდა კიდევ გასწავლოთ. და იცა გადაგინაწილო შეკათამო. მითი. ერთი კიდევ მინდა გასწავლოთ, როდესაც ხდება აცრა, ესენი არიან დაახლოებით ესენი არის 20 კილოები. არ ამიწონია, მაგრამ 20 კილო მაინც არიან უკვე. და შეხედე ამათი აცრა მიმდინარეობს აი ამ ადგილზე. აქ აქვს მას კისერი, ზემოთ. ყურის მიდამოში, აი ამ ადგილზე ყური ხომ არის? ამ ყური რომ თავდება დაადეთ თითი, ცერათითი, თქვენი ცერათითი დაადეთ, რომ გაიგოთ და ამის შემდეგ დაარჭეთ. უყურე, ხვდებით? ცერათითი დავდე მთლიანად ჩემი ხელის თითი და უყურე თითის შემდეგ ადგილი რო გამომიჩნდება, აქ თითის შემდეგ ამ ადგილზე ახლა დავადე თითი, ყურზე მივადე ბტყლად. შეხედეთ? და უყურე ახლა სად არის? ეს ადგილია. აქ არის, გვერდიდან. აქედან არაფრის დიდებით არ დაარსოთ. ხვდებით? ესე არაფრის დიდებით არ შეიძლება. გვერდიდან არის დასარსობი. ეს არის ერთი ადგილი და მეორე ადგილი არის ბარკალში. უბრალოდ პატარა გოჭები რო ჩამომივა, ახლა შევალ შიგნით
თვითონ ამათმა თავისთვის უბერონ ჭამე. ჭამე მეღედონე. არ დაგვაცდის ეს. რომ აი უკანა ბამხრიდან არის. მათი აცრა. შეხედე, როდესაც გოჭებს იმაშვებით გვინდა გოჭების აცრა არასდროს წინაფეხით არ აწიოთ გოჭი. არასდროს წინაფეხით არ შეიძლება გოჭების აცრა. ისა დაკავება. არასდროს არ შეიძლება. გოჭს უკეთდება ყურე აქეთ ამ ხრიდან აქ პატარა კუნთი აქვს ერთი პატარა კუნთი აგერ პატარა კუნთი აქვს საიდანაც უნდა აქედან არ უკეთდება მას აქეთ ამ ხრიდან არ უკეთდება ამას რომ დაიკავე ფეხით რომ აწევ აქ გამობერავს კუნთს აი ამ ადგილზე სადაც უკეთდება აი აქეთ ამ ხრიდან ახლა არ მიჩერდებიან ეს პატარები აი ეს მხარე აი აქეთ ამ ხრიდან უკეთდება აი შეხედე აი აქ აქვს მას კუნთი ყურე აქ არის ამათი კუნთი აი ეს ადგილი აი ეს აი როგორი მომენტი არის იცი აქ მაგალითად 2-3-ით რო დადებ აი ეს აი კეთდება აქედან კეთდება ყურე აი აქედან კეთდება აი ამ ადგილზე და არა აქეთ ანუ იქ მივხვდით სადაც კეთდება ცერათით იდადეთ და იმის შემდეგ არის და აქეთ ამ ხარეს აქ აქვს ახლა უბრალოდ არ მაცდის მაგრამ მე მგონი მივხვდით სადაც არის გადავიდეთ რომ ბიჭებს ჭამა უნდათ და აჰა მოდი აქა მოდი ჩემი ჯუჯუნი მოდი თაკაშ თქვენ ქათამო ბავშვებო ხტებით იქით ამ ხრიდან უნდა და ამას ახლა აი ცერათიც დავადებ აგერ თითი დავადე ხო თითის შემდეგ აი თითი დავადე ყურე ამ თითის შემდეგ ეს თითი ასე კი არ უნდა ჩადოთ ანუ ეს თითი იმ კედელზე მიადეთ ყურთან და აი ეს ადგილია შეხედე აი ამ ეს ხაზი დააკვირდით აქ არის ხტებით კარგით ეს მინდოდა მე თქვა დღეს და დანარჩენი შემდეგ ვისაუბროთ შემდგომში მომინდვია თქვენთვის კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით აი ჩემი ვაჟკაცები გაჩვენეთ აი სადაც ეს ხალებია აი სად არის გასაკეთებელი ადგილი ხედავთ აი გვერდიდან ყურე